მენატრება ხორცი წვრიანი საჭმელი მენატრება აღარ შემიძლია უნარი აღარა მაგრამ აი ძალა აღარა მაგრამ თქვა მოგენა მე შეერივა და რა მგდა ძალიან შეერივა მენატრება აი ხილი ხორცი რაღაც შვილები არა ვერ გავაჩინე მე ძალიან უბედური ქალი ვარ ჩემ ცხოვრებაში კარგი არაფერი არ მინახია არაფერი არავინ არ აყავს მე უფალი მყავს ჩემ გვერდში ბებო, როგორ ფიქრობთ, შვილები რომ ყოლოდათ, როგორ იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება? კაი ცხოვრება მექნებოდა, ესე არ დავიტანჯებოდი და ესეთ უბედურობაში არ ვიქნებოდი. ფეხმოტეხილი ზინაიდა ბებო, ასევე ავადმყოფ მეუღლესთან ერთად უფასო სასადილოში მიდის. პური და 1 კილა ლობიო. სწორედ ეს იქნება დღეს მოხუცების საუზმეც, სადილიც და ვახშამიც. ხორციან წვნიანსა და ხილზე კი უიმედოდ, მაგრამ მაინც იოცნებებენ. საბრალო ბებო კიბიდან დაგორდა და ფეხი მოიტეხა. საშინელი ტკივილების ტანჯავს. ღმერთო, როგორ გაუმწარდა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ ღვთისმიერ მოხუცს. თბილისის ერთ-ერთ ძველუბანში, საერთო საცხოვრებელში, ყველასგან მიტოვებული ბებია და ბაბუა ცხოვრობს. საბრალო კაც შაქრიანი დიაბეტი აქვს. ზინაიდა ბებოს კი ასთმის რთული ფორმა, ასევე გულის სერიოზული პრობლემები. ძვირადღირებული წამლებისთვის პენსიის ფული არ ყოფნით, ჭერიდან წვიმა დასდით. სიცივისგან კი ფანჯარაზე აკრული პოლიეთილენის მარგი იცავთ. ცხელი ჩაი რომ დალიოთ, ამის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, რადგან ამნესტიან ოთახში არც გასქურა და არც გამათბობელია. სასოწარკვეთილმა მოხუცებმა ჩერნოვეცკის ფონდს მოგმართეს იმ იმედით, რომ ღვთისმიერი ადამიანების გუნებში შეახწევდა მათი გაუსაცლისი ტანჯვა. ნუ თუ ეს უკანასკნელი იმედიც გაუცრუვდებათ, ნუ თუ ცივსამარეში ჩაიტანენ იმედგაცრუების საშინელ ტკივილს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.